და აი როგორც იქნა UFC 311 გვიახლოვდება, სადაც მერაბ დვალიშვილი დაიცავს თავის ქამარს უმარ ნურმაგომედოვთან. ამ ბრძოლას დიდი ხანია ველოდებით მთელი საქართველო და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მერაბი კიდევ ერთხელ გვასახელებს, ის არის აი ვალდებული ეს ბრძოლა მოიგოს. მან ისეთ მაგარ მებრძოლებს მოუგო, როგორიც არის სეხუდო, პიოტრიანი, ომელი და აი წარმოიდგინეთ, მაინც ყველაზე დაძაბული ვითარება ამ მომენტში არის და ანდერდოგადაც ითვლება და უფრო დიდი კოეფიციენტი აქვს მერაბს. მთელი მსოფლიო ველოდება ვითომ მერაბი წააგებს, მაგრამ ჩემი ფეხები გამორიცხულია რომ მერაბმა წააგოს და დღეს მინდა ვისაუბრო ამათ ბოლო პრეს კონფერენციაზე რა. როგორც ყოველთვის დაძაბული პრეს კონფერენცია იყო იმის მიუხედავად, რომ წინა პრეს კონფერენციასთან შედარებით წინაზე იყო ძალიან გაბრაზებული მერაბი, თუ გახსოვთ შეგიძლიათ ნახოთ. ეხლა უკვე იცინოდა და ეღადავებოდა უმარს და თითქოს უფრო უმარი იყო უფრო დაძაბული ვიდრე მერაბი. მაგრამ უმარის რაღაცა პასუხები და კითხვები არ მომეწონა, იმიტომ რომ რაღაცა აი საბავშვო ბაღი იყო, თან კუთხიდან აი აქედან ისლამი ყურში რაღაცებს ეჩურჩულებოდა, თითქოს თვითონ ვერ გასცემდა პასუხს და კითხვას და რაღაცა საბავშვო ბაღი შემოგთავაზა. მაგრამ მერაბი არ დაიბნა, კაი პასუხები გასცა და დღეს მინდა განახოთ თუ რა მოხდა პრეს კონფერენციაზე. მერაბ გუშინ უმარმა თქვა რომ ის უფრო მეტი ქართველია ვიდრე შენ. რა სიტყვი ამაზე? ეს მორიგისირობა ამის მხრიდან. რა თქმა უნდა ის ქართველი არ არის. დაღესტანსაც კი ვერ წარმოადგენს, ის რუსეთის სახელით გამოდის. უმარ წარმატებები კვირას ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ. და ისე შენთან ერთი კითხვა მაქვს. საიდან ხარ საერთოდ? რუსეთიდან და დაღესტანიდან ვარ. რაღაცინებს მიდი აბა კითხე არმან საიდან არის. ჩვენ ვიცით საიდანაც არის არმანი. სომეხია და შენ თვითონ კითხე. და აი პირველი საბავშვო ბაღი არის ამის კითხვა არმან ცარუკიანზე. ნუ აი ყველამ ვიცით, არმან ცარუკიანი დაიბადა საქართველოში, წავიდა რუსეთში, იქ ემზადებოდა, სომხეთის დროშით გამოდის, იგებს კაცს საქართველოში ჩამოტანა უნდა ამ ქამრის რუსეთშიც, სომხეთშიც, ისეთი ინტერნაციონალი ბიჭი არის და პატივსაცემი ადამიანი არის ზოგადად და მე ეხლაც მინდა რომ არმანმა მოიგოს, მაგრამ რატო კმენს, აი რა შუაშია მე ვერ მივხვდი რა. ისლამი კარნახობდა კითხვებს, მაგრამ არ ამგონია რა ვიცი ისლამის ხათრით შეეკითხა, მაგრამ თვითონვე გააჩერა ეს საუბარი და კაიო ბრძოლაზე იფიქრეო, თვითონ მიხვდა რომ სხვაგან არის. ეს იყო პირველი საბავშვო კითხვა. მერაბისთან კითხვა მაქვს. თუ ასე გიყვარ საქართველო, რატო არ ცხოვრობ იქ? ეს მორიგისირობა კითხვა მის მხრიდან. მეორე საბავშვო ბაღი კითხვა არის, ანუ თუ გიყვარ საქართველო, იქ რატო არ ახარ? ანუ ვერ მიხვდი რა, იქ რატო არ ახარ? კაცმა ეხლა არ ქონდა აქ იმის საშუალება, რომ UFC-ისთვის მოემზადა, წავიდა ტიპი ამერიკაში ჩავიდა იმისთვის, რომ ფინანსები ქონოდა და სამშენებლოში და რავი, შრომობდა უამრავი რაღაცა გადაიტანა ყველა მიცით მერაბიზე და მიაღწია კაცმა დღესდღეობით UFC-ის ჩემპიონია, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კაცი არის და საქართველოში რატო არ ცხოვრობ, აქ რატო არ ახარ? ეს არის მეორე საბავშვო კითხვა. მე ვერ მივხვდი რაზე ემაშებოდა, რას ეკითხებოდა რა, მაგრამ ერთადერთი ის იყო, რომ იციან, რომ მერაბი ეხლა ქართველობას რო ეხებიან, ძალიან ვარდება და ესაც სუცდილობდა ესე ეკმინა და აეგდო მერაბი, მაგრამ მერაბი მეტყობა იმუშავა თავის ფსიქოლოგიაზე და ამჯერად მერაბი ბევრად თავდაჯერებული იყო. მერაბ შენ 5 ტეიქდაუნი დარჩა და მოხსნი UFC-ის რეკორდს ტეიქდაუნებში. რა საპირებ ამ ბრძოლაში მოხსნი თუ არა რეკორდს? რა თქმა უნდა რეკორდები კარგია, მაგრამ მე აქ გამოვდივარ საჩხუბრად და ვაპირებ უმარის სახის დალეწვას. გამოვა ტეიქდაუნების რეკორდის მოხსნა, ხო, კაი, არ გამოვა და დგომში დავლეწავ მას. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მიდგა ხართ. დაიცა, ჩემთან მერაბის რეკორდის მოხსნა ნახდათ არ გამოუვა. ეხლა შეგიძლია იბოდიალო, მაგრამ კვირას ბევრად მორიდებულს და თავდაბალს გაგხდი. მე ისედაც თავდაბალი ვარ. ხოჩა, ხასეც უნდა იყოს. სომხებო, გენაცვალეთ, ბევრნი ხართ ხედავ. გაგიმარჯოთ და სულ გამარჯვებული გევლოთ წინ. მოკლედ ველოდებით 19-ის დილას, სადაც ვნახავთ რა მოხდება, ასევე არმანი და ისლამი ჩხუბობს და დიდი იმედი მაქვს, რომ არმანიც მოიგებს, მერაბიც მოიგებს და ეს ორივე ქამარი ჩამოვა საქართველოში და ვნახავთ და ვინ რას ფიქრობთ, როგორ მოიგებს მერაბი? მე მაგალითად ვიდეო მაქვს გაკეთებული მერაბს და უმარს შორის, თუ რატო მოიგებს მერაბი, ახსნილი მაქვს მათ ყველაფერი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ და იქ ვიძახი, რომ მიახლოებით როგორც სეხუდოს მოუგო დვალიშვილმა, ზუსტად ესე მოუგებს უმარსაც.
თქვენ დაწერეთ კომენტარებში 5 რაუნდი იქნება, 3 რაუნდი ვითი მოიგებს და ასე შემდეგ. მოკლედ ველოდებით მერაბის მოგებას და აი რომ მოიგებს თუ არა, ერთი სული მაქვს ვიდეო ჩავწერო და აი ქართულ ჰეიტერებს ჩამოუვარო კომენტარებში, რომლებიც წერდნენ რომ მერაბი აუცილებლად წააგებს უმარი რა კაცია. ჯერ ერთი მაგას ვერ ხვდები რა, ну შეიძლება პიროვნულად არ მოგწონდეს მერაბი რაღაცა კონდეს მაგასთან რაღაცა შეხვედრა უსიამოვნო, მაგრამ ქართველია ბიჭო და არის UFC-ის ჩემპიონი და საქართველოს სახელი გააქვს საერთაშორისო დონეზე. აი თუ არ მოგწონს და არ გევასება მერაბი, მინიმუმ რაღაცა დებილური კომენტარი მაინც არ დაწერო, მაგრამ ვინც დაწერა კომენტარი, აი მაგათ სულ ყველას ჩამოუყვებით 19-ში და სულ ყველას დაუწერთ სულ ყველა ერთად, მე და ჩემი გამომწერები. მე კიდევ ამით გემშვიდობებით მეგობრებო და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მერაბის გამარჯვებას, ტიტულის დაცვას კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ.